მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო. მე ვარ თეონა ჩარგეიშვილი, ზოგი მიცნობთ, ზოგი გამიცნობთ. და მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ რასაც ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი პირადად მე. დარწმუნებული ვარ, ელოდებოდა ბევრი თქვენთაგანი, რადგან მქონდათ ხოვნა, რომ მქონოდა ჯგუფური მეცადინეობა და მე ამის საშუალება არ მქონდა. დღეიდან ჩვენ შეგვიძლია ყველამ ერთად თეოს აკადემიაში გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც გვინდოდა გვეკეთებინა დღემდე, რაც ეხება მუსიკას, რაც ეხება თეატრს, რაც ეხება ცეკვას, რაც ეხება ზოგადად ხელოვნებას, ჩვენ შეგვიძლია ეს მყუდრო გარემო ვაქციოთ ხელოვნების სახლად. გამარჯობა, ჩემი სახელი არის მარიამ გოგაშვილი და იმიტომ დავდივარ თეონასთან, რომ ძალიან კარგად მღერის და მე მინდა ვისწავლო სიმღერა. Hello, my name is Sophia. You like it? I like to sing here. Subkontraktava, kontraktava და რა თქმა უნდა ყველა მაჟორული ოქტავა. Აი ამ ლამას სტუდიაში, რომელიც სულ მალე ახმაურდება ყველა იმ ნოტით, რომელიც ბავშვობიდან იღებს სათავეს და ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ეს გზა გამოგვივლია ამერიკაში თავისი ოცნებების ახდენა უკვე დაიწყო იმიგრანტმა ქალბატონმა. ქალბატონმა, რომელმაც უკვე წლების წინ პირველად 16 წლის ასაკში, შემდეგ კი უამრავი მუსიკალური სტუდია გახსნა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო სამშობლოში. თუ რა ხდება ახლა ოკეანის გაღმა და სად ვიმყოფები მე, ამას ის თავად. დიალოგის არკეში მონტაჟის გარეშე და რა თქმა უნდა, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი პირველია, რომელიც ამ ადამიანს გაგაცნობთ. მუსიკა არის სამყარო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველად იყო სიმღერა. პირი როგორ უნდა გავხსნათ? სიგანეზე თუ სიმაღლეზე? სიმაღლეზე ვხსნით პირს, ხო? ანუ როცა უნდა გავხსნათ პირი ხო და არ გვინდა, ხო? გამოვა ძალიან ცუდი ნამდვილი, ხო? როცა ეგრევე ვიმღერებ, ხო სია? ამიტომ ხო? სიმაღლეზე ვხსნით პირს. აბა გავიმეოროთ ჩემთან ერთად. გასაგებია, ხო, კარგი ბავშვები ხართ. ეხლა მოდი ერთი გამავიმღეროთ, სადაც ეს რაც ავხსენი, ყველაფერი იქნება ერთად. კარგი? აკადემია 1 დეკემბრიდან უკვე ყველა თქვენთაგანისთვის ღიაა. და რა ხდება თეოს აკადემიაში? თეოს აკადემიაში შეისწავლით სიმღერას, ასევე შეისწავლით სასცენო მოძრაობას. გამომდინარე იქიდან, რომ მომღერალს თუ კი არ აქვს არტისტიზმი, არ აქვს რითმის გრძნობა, ამ შემთხვევაში მხოლოდ მისი სიმღერა რადიო მომღერლობასთან ასოცირდება. ამიტომ კომპლექსურად ამ ყველაფერს ერთად შეისწავლით თეოს აკადემიაში და რაც ყველაზე მთავარია, ამ 7 წლის განმავლობაში ემიგრანტად ყოფნა მასწავლა ის, რომ ბავშვებისთვის ძალიან რთულია მივცეთ ყველაფერი, გამომდინარე ჩვენი სამუშაო რეჟიმიდან და ამ სირთულეებიდან. ამიტომ ეს ყველაფერი გავითვალისწინე და ყველაფერი ეს თქვენთვის მხოლოდ და მხოლოდ თვეში $100. თეოს აკადემია გელოდებათ ყველას დიდი სიყვარული.
ხარულიძე და იმიტომ რომ ვარცეულასე, იმიტომ რომ მინდა რომ კარგად ვიმღერო. გამარჯობა, ჩემი სახელია ლეონე და იმიტომ ვარ თეონაზის აკადემიაში რომ კარგად ვიმღერო. მე ვარ და უყვარს სიმღერა? მე მქვია მე დარიშვილი ვარ და ჯამიყოს სიმღერები. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ პატატა. თქვი, რა ქვია შენ? ახლა მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი სიახლე. მე როგორც დედას ძალიან დიდი პრობლემა მაქვს შაბათ-კვირას აწავიყვანო ჩემი შვილი. და თეოს აკადემია გთავაზობთ ამ სერვისს დილის 8-დან საღამოს 7 საათამდე. შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან, დატოვოთ თქვენი პატარები სანდოხელში, რამე თუ დაგხვდებათ ბასტი ბუბუდან ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი გმირი ბაბილინა და ის იქნება თქვენი პატარების ბებია ამერიკაში. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან თქვენი პატარები შაბათ-კვირის განმავლობაში არ იქნებიან გაჯეტებთან, არ იქნებიან ტელეფონებთან, იქნებიან ისეთ გარემოში, სადაც ისწავლიან ყველაფერს კარგს. ჩვენთან ასევე არის ძალიან დიდი პლეიგრაუნდი, არ იქნებიან მხოლოდ დახურულ სივრცეში და ყველა სერვისი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ თქვენ თავისუფლად იმუშაოთ, თავისუფლად იშოპინგოთ და აკეთოთ ყველაფერი ის, რაც ვიკენდს შეეფერება. რომ ამერიკაში ჩვენს ქართველ პატარებს ქართული სული, ქართული გული გაუღრმავდეთ ზუსტად ისე, როგორც ჩვენს მშობლიურ მიწაზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს რეპერტუარში აუცილებლად ყოველთვის არის ქართული სიმღერა და მინდა ვთქვა, რომ დომინანტია ქართული სიმღერა. იმიტომ რომ ამერიკაში ინგლისურენოვან სიმღერას ბავშვი როცა ქართულს მღერის, ის ყოველთვის ძალიან მარტივად შეასრულებს. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი სიმართლეა. ახლა მოგიყვებით ჩემზე. ვინ ვარ მე? მე ვარ ერთი უბრალო გოგო, რომელიც ცდილობს, რომ თავისი შეძენილი გამოცდილება, თავისი ცოდნა გაუზიაროს თქვენს პატარებს, აზიაროს ხელოვნებას და ყველაზე მთავარი რაც არის ამ ქვეყანაში, ცოტა ხნით განვიტვირთოთ სტრესისგან და ვიყოთ ყველანი ბედნიერები ხელოვნების გარემოცვაში. მე ვიყავი ძალიან პატარა გოგო, დაახლოებით 5 წლის, რომელიც დავიბადე ფოთში და 5 წლის ასაკიდან უკვე დავიწყე სიმღერა, ვიყავი ძალიან აქტიური, როგორც ტელევიზიაში, მიმყავდა საბავშვო გადაცემები, ასევე ძალიან დიდი სასცენო გამოცდილება მქონდა. ქალაქ ფოთში, ესე ჩემი პატარა მოღვაწეობა პატარა გოგომ დავამთავრე 10 წლის ასაკში, რადგან ოჯახური მდგომარეობის გამო, ან ოჯახური პირობების გამო მოგვიწია შეცვლა ქალაქის, გადავედით ქუთაისში, რადგან ჩემი მშობლები ესეთმოდნენ საჭიროდ და ცოტა არ იყოს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ვაცნობიერებდი ამ ცვლილების სირთულეს და ცოტა არ იყოს ვშიშობდი, ვიქნებოდი თუ არა ის, ვინც ვიყავი ქალაქ ფოთში. მაგრამ ქალბატონ ბელა რაზმაძის დახმარებით, რომელიც იყო სატელევიზიო სტუდია ენკი ბენკის დირექტორი, მე ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ პატარა ვარსკვლავად მაქცია. და ზუსტად ვიტყვი იმას, რომ ქალაქ ქუთაისში დღეს თეონა ჩარგეიშვილი ამ სფეროში ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე ცუდა ჭრებს. და
ისევ 10 წლის შემდეგ რაღაც ჩემს კარმულ ამბებში ეს 10 წელი ძალიან ისე ღიალებს და 10 წლის შემდეგ ისევ შევიცვალე ქალაქი, გადავედი ქალაქ თბილისში. ქალაქ თბილისში ქალბატონ თინა ლაზარიშვილის დახმარებით, ლევა ლაზარიშვილის დედიკოსი, რომელსაც მოვიკითხავ დიდი სიყვარულით, ქალბატონ ლანა საყვარელიძესთან ერთად ბავშვთა ფილარმონიაში გავაგრძელე ეს ჩემი მოღვაწეობა. ისევ და ისევ ბავშვებთან, ისევ და ისევ ის აქტივობა და ის აქტიურობა, რაც ჩემთვის ძალიან ორგანულია. და ამის შემდეგ არტ ჰოლში ჩამოვაყალიბე უკვე საბავშვო მუსიკალური სტუდია მუსიკის ჰანგები. მუსიკის ჰანგები 2018 წლიდან უკვე რაც ამერიკის ემიგრაციას შევუერთდი. ძალიან ესე პატარ-პატარა ნაბიჯებით იღებდა სათავეს. ჯერ იყო საუნჯეში, შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და გადავინაცვლეთ ირინა დენს აკადემიაში, შემდეგ ჩემთან სახლში. მაგრამ მიუხედავად ტერიტორიული ცვლილებებისა და იმისა, რომ არ მქონდა იმის საშუალება ბევრი თქვენგანისთვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა, მაინც არ წყვეტდი ამ საქმიანობას. და ამ წლების განმავლობაში, რაც მე ამერიკაში ვარ, დაახლოებით 7 წელია, ჩემმა აღზრდილმა მოსწავლეებმა არაერთ კონკურსში, ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა ამერიკის სხვადასხვა შტატებში და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი არც თუ ისე პატარა საჩუქრებით გრან-პრით და პირველი ადგილით დაუბრუნდნენ ნიუ-იორკს. შევხვდები შემდეგ გასასვლელზე, მე ძალიან მოგესალმებით და გაგაცნობთ თქვენ. მოგესალმებით ხომ? კარგი, აბა დროებით, მოდი ჩაგესწროთ. მოდი შემოგეწარეთ. ჩემი პატარა ციცილები. პატარა ციცილები. Thank you.